შემთხვევით არ არის, როდესაც ჯერ კიდევ ინაგურაცია არ იყო ჩატარებულია, ტრამპმა უკვე პრეტენზიები გამოთქვა კანადასთან დაკავშირებით, პრეტენზიები გამოთქვა გრენლანდიასთან დაკავშირებით და პრეტენზიები გამოთქვა პანამის არხთან დაკავშირებით. რომ შევაჯამოთ აი ეს სამი ასე ვთქვათ წერტილი და ტერიტორია რა აერთიანებს ამ სამ ტერიტორიას აერთიანებს ის რომ ეს არის ამერიკის კონტინენტი. შესაბამისად, ამ იზოლაციონიზმის ფარგლებში აი მონროს დოქტრინის ტრამპისეული ხედვებით, რაც ამერიკის კონტინენტზე არის მნიშვნელოვანია, ზვირადღირებულია და სტრატეგიულად გარკვეულ ლოგიკას გულისხმობს, ცხადია ამერიკის ხელში უნდა იყოს. შეიძლება ეს არ ჯდებოდეს გარკვეულ საერთაშორისო ნორმებში ან წესებში, მაგრამ საერთაშორისო წესებიც იმისთვის არსებობს, რომ ეს წესები დაარღვიონ, ხო? და როგორც ჩანს, მარტო პუტინი ან ერდოღანი, ან ვიღაცა კიდევ ეგეთი საერთაშორისო წესების დამრღვევი მარტო ისინი არ იქნებიან, ვინც ამ წესებს ეჭქვეშ დააყენებენ. და ტრამპი ყოველ შემთხვევაში სიტყვით უკვე აფიქსირებს, რომ მისთვის არაფერს არ ნიშნავს საზღვრების ურღვევლობა, მისთვის არაფერს არ ნიშნავს სუვერენიტეტი სახელმწიფოების კითხვაზე აპირებს თუ არა, ჟურნალისტის კითხვაზე გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას გრენლანდიის და პანამის საკითხების გადასაჭრელად ტრამპმა არ უარყო. ტრამპმა დაიტოვა ეს შესაძლებლობა, რომ თუ ისინი მოლაპარაკებებით არ შეასრულებენ იმას, რაც ტრამპს სურს, ტრამპმა შეიძლება გამოიყენოს სამხედრო ძალაც. ესეც ამას უნდა ჩვენ შევხედოთ არა იმ ჭრილში, როგორც ასეთ საკითხებზე რეაგირებენ ხოლმე ლიბერალები და მათი ექსპერტები, რეალ პოლიტიკის ჩარჩოებში და ფარგლებში უნდა შევხედოთ, რომ სამყარო იცვლება, შესაბამისად ძველი წესების დარღვევა მოხდება და ახალი წესების შედგენა მოხდება ამ კონკურენციაში, დაპირისპირებაში და ურთიერთკინკლაობაში. რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ამერიკისთვის კანადა? მოდით აი ეს სამი кейსი ცოტა დეტალურად განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ბევრი საკითხი გასაგები გახდება მაყურებლისთვის. აი სულ რუკაზე რო ნახოთ კანადა. აი კანადა არის რუსეთის მერე სიდიდით მეორე ქვეყანა, უმდიდრესი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე და ცხადია დონალდ ტრამპისთვის არ არის კომფორტული ამხელა ქვეყნის, ამხელა სუვერენული სახელმწიფოს გვერდით ხილვა, თუ ის არ იქნება მისი მორჩი. ეს არის ანალოგიურად იქცეოდნენ ამერიკელები თუნდაც აი მონროს დოქტრინის დროს, აი მე-19 საუკუნეში და ორი სიტყვით შეგვიძლია მაგაზეც ვისაუბროთ, საერთოდ საიდან წარმოიშვა მონროს დოქტრინა. მონრო იყო ამერიკის პრეზიდენტი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, რომელმაც ძალიან გასაგები და ეფექტური დოქტრინა ჩამოაყალიბა და წარუდგინა საერთაშორისო თანამეგობრობას და ეს დოქტრინა ჟღერდებოდა შემდეგნაირად, რომ ამერიკა არ ერევა არც ერთი ევროპული ქვეყნის საშინაო საქმეებში მათ კონტინენტზე, ანუ ამერიკა არ ერევა ევროპის საქმეებში და ნურც ევროპა ჩაერევა ამერიკის საკითხებში. მაშინ ევროპის ქვეყნები იყვნენ ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები, როგორც არა ისე როგორც დღეს არიან, მათ შორის ამერიკის კონტინენტზეც მათ გააჩნდათ საკუთარი
კოლონიები და მათი პროტექტორატის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები, მაგალითად იგივე კანადა ფორმალურად ბრიტანეთის სამეფოს ქვეშ არის, ექვემდებარება დიდი ბრიტანეთის დედოფალი არის მათ შორის კანადის ინგლისის დედოფალი არის კანადის დედოფალი მათ შორის და ჩვენ ვიცით რომ მონროს დოქტრინის შედეგად ამერიკამ ექსპანსიონისტური პოლიტიკა გაატარა მექსიკას წაართვა ტერიტორიები მათ შორის რუსებისგანაც იყიდა ეს ალიასკა და რუსებმაც მაგიტომ მიყიდეს რომ მათ ისინი ხვდებოდნენ რომ ამერიკელები მაინც უბრძოლველად ან ბრძოლით წაართმევდნენ მათ ალიასკას და ალიასკა იმდენად შორს იყო რუსეთისგან, მით უმეტეს ევროპული ნაწილისგან, დედაქალაქისგან, რომ ამ ბრძოლას რუსები ვერ მოიგებდნენ მეორე კონტინენტზე. შესაბამისად, მათ ასე ვთქვათ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და წინასწარ მოიშორეს ისედაც ეს გარდაუვალი დაპირისპირების საგანი. ამიტომ ამ ვითარებაში, ამ მონროს დოქტრინის შედეგად ამერიკა გახდა შეიძლება ითქვა სამჯერ უფრო დიდი, აი რუკაზეც ის ძველი რუკები ახლა რომ ნახოთ, საიდან დაიწყო ამერიკამ ეს აღმოსავლეთ სანაპიროთი დაიწყო, ანუ ამ ატლანტიკის ოკეანის გარშემო ის იმაში სანაპიროზე დაიწყო და მერე უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ამერიკა გავიდა მათ შორის წყნარი ოკეანეზე და დასავლეთ სანაპიროც მთლიანად აითვისა. ცხადია ეს ხდებოდა ომებით, ცხადია ეს ხდებოდა საერთაშორისო ინტერვენციებით, მაგრამ ეგეთია კაცობრიობის ისტორია. დაახლოებით მაგდაგვარი ლოგიკით მოქმედებს ტრამპიც კანადის შემთხვევაში, დაახლოებით მაგდაგვარი ლოგიკით ხელმძღვანელობს პანამის შემთხვევაშიც და მოდით ნახოთ პანამაც რა არის, რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიულად აუცილებელი ამერიკისთვის, რომ გავადიდოთ პანამის არხი ეს არის ხელოვნურად გაკეთებული მაგასაც აქვს თავისი ისტორია, ჯერ ფრანგები ცდილობენ პანამის არხის გაჭრას და ფრანგებმა ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ხალხმა გაჭრა სუეცის არხი, მათ ეს ვერ შეძლეს და 1920 წლისთვის ამერიკელებმა პანამის არხი გაჭრეს. და ამით შეიძლება ითქვას, რომ სერიოზულად შეამცირეს და გააიაფეს საზღვაო ნაოსნობა. რომ ხდებოდეთ, აი პანამის არხი რა ფუნქციას ასრულებს, აი მაგალითად ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოს პორტში რო აღმოჩნდეს გემი ან რაღაცა სხვა ნებისმიერი გემი, თუნდაც სავაჭრო გემი ან სამხედრო გემი, პანამის არხის გარეშე მას მოუწევს მთლიანად ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის გადალახვა და ერთ-ერთი ყველაზე რთული კლიმატის თვალსაზრისით და ერთ-ერთი ყველაზე საშიში სრუტის დრეიკის, აი ეს არის სრუტე დრეიკი, მაგის გადალახვა, რაც ცხადია სერიოზულად აფერხებდა ამერიკის დასავლეთ სანაპიროს, ან დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილს. ამიტომ პანამის არხი არის საკმაოდ სტრატეგიული, ეს არის კარიბჭე ატლანტიკის ოკეანესა და წყნარ ოკეანეს შორის და წელიწადში პანამა დაახლოებით 5 მილიარდ დოლარის სარგებილს იღებს ამ პანამის არხის კონტროლის შედეგად. ბოლო წლებში პანამის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობენ ჩინური კომპანიები, რაც ასევე აღეზიანებს ცხადია ამერიკას
და ის ერთგვარ გამოწვევად ან ტრამპი ერთგვარ გამოწვევად იღებს მის კონტინენტზე ჩინელების აქტიურობას, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკვანძო სავაჭრო არტერიაზე, როგორიც არის პანამის არხი, შესაბამისად მას უნდა სრული კონტროლი ამ არხზე, რაც ასევე გარკვეულწილად ჯდება აი ამ ექსპანსიონისტურ, იზოლაციონისტურ ლოგიკაში. ეს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, მე თქვენ გიხსნით ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებების ლოგიკას, ანუ რას ეყრნობიან ისინი და რას ეფუძნებიან, რაზე დაყრდნობით ან რაღაც განცხადებებს აკეთებენ, ან გადაწყვეტილებებს იღებენ. როგორ განვითარდება ეს მოვლენები, გვიჩვენებს, მე არაფერს არ გამოვრიცხავ მათ შორის. ტრამპის მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესებას მე არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებას მე არ გამოვრიცხავ, ამ ქვეყნებში გარკვეული პოლიტიკური კრიზისების გამოწვევას ტრამპის მიერ ან რევოლუციების მოწყობას, ამის ინსტრუმენტები შეერთებულ შტატებს აქვთ და მათ შორის არ გამოვრიცხავ უხეში სამხედრო ძალის ფაქტორსაც. და კიდევ ერთი დარჩენილი საკითხი ეს არის გრენლანდია. მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული. ცხადია, ის არ არის იმხელა, როგორიც აი ამ გაშლილ რუკებზე ჩანს ხოლმე. გრენლანდია სინამდვილეში არის ყაზახეთის ზომის რეალურად. ყაზახეთი და გრენლანდია დაახლოებით ერთი ზომისაა, 2 მილიონი კვადრატული კილომეტრი, უბრალოდ ეს რგვალი რუკა რო გაშლილია, დიდი ჩანს გრენლანდია. და გრენლანდიასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა. პირველ რიგში ჩვენ ვიცით, რომ გრენლანდია დე იურეთ არის დანიის სამეფოს ნაწილი, თუმცა აქაც არის გარკვეული დეტალი, მთლად ბოლომდე მისი ტერიტორია არ არის, გრენლანდიას აქვს ასოცირებული ნაწილია, მოდი ასე ვთქვათ, დანიის და გრენლანდიის მთავრობის და ხალხის ნების შემთხვევაში გრენლანდია შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ისე, რომ არ დაირღვეს საერთაშორისო წესები და მათ შორის დანიის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ანუ გრენლანდიას აქვს ეგეთი სტატუსი, რომ თუ ის მოისურვებს და თუ გრენლანდიის ხალხი გადაწყვეტს დანიისაგან დამოუკიდებლობას, მას ამის ლეგიტიმური და ლეგალური უფლება ექნება. გრენლანდია არ არის დასახლებული ტერიტორია, მიუხედავად მისი სიდიდისა, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი კლიმატია, მიუხედავად იმისა, რომ მწვანე მიწა ითარგმნება, არ არის მან ბევრი რამე მწვანე, 90% არის ყინული. გაყინულია, თუმცა მოსახლეობაც ცხოვრობს. დაახლოებით 57,000 ადამიანი ცხოვრობს გრენლანდიაში და ძირითადად ესენი არიან ესკიმოსები, ანუ მონღოლოიდური ჩრდილოეთი ხალხი, რომელიც კანადაში ცხოვრობს, ალიასკაზე ცხოვრობს, აი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მათი მონათესავე ესკიმოსები ცხოვრობენ, რომლებსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. დანიასთან არ არის თლად ისე, რომ იქ აღფრთოვანებულები არიან დანიის მართლობით, თუმცა არც იმას ვიტყვით, რომ მაინც და მაინც ამერიკის შემადგენლობაში ყოფნა უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ დანიის მთავრობის საკმაოდ ნეგატიური შეფასებების მიუხედავად გრენლანდიის მთავრობამ საკმაოდ ისეთი არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირა ტრამპის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მათ თქვეს, რომ ისინი მზად არიან ამ საკითხზე ისაუბრონ, შეიძლება ეს ვაჭრობის საკითხი იყოს, შეიძლება ისინი ფასს ადებენ ამ საკუთარ კუნძულს, თუმცა
თვითონ ის ფაქტი, რომ ტერიტორიულად გრენლანდია არ მიეკუთვნება ევრაზიის კონტინენტს და ის არის ამერიკის გაგრძელება და ამერიკამდე უფრო ახლო მანძილია გრენლანდიიდან ვიდრე დანიამდე, ეგ არის ფაქტი. რისთვის ჭირდება ახლა გრენლანდია ამერიკას? გარდა იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ თუ იზოლაციონიზმია და თუ ამერიკის კონტინენტზე უნდა ვიყოთ დომინანტები, ბარემ ყველა კუნძული ჩვენი იყოს და ყველა სრუტე. გრენლანდია არის ძალიან მდიდარი კუნძული ბუნებრივი რესურსებით, მანთ არის უზარმაზარი მარაგები ნავთობის, ურანის, გარკვეული წიაღისეულის და თვითონ გრენლანდიის მდებარეობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. რატომ? გრენლანდია არის ერთგვარი კარიბჭე არქტიკაში და არქტიკის ათვისება იქნება მომავლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მიმართულება. თქვენ იცით, რომ ობიექტურად არსებობს გლობალური დათბობა, ანუ კლიმატი იცვლება, უფრო თბილი ხდება კლიმატი და აი ეს ჩრდილოეთ ყინულოვანი ზღვაც და მათ შორის გრენლანდიაც დნება. და ეს რუსეთს და ამერიკას და კანადას აძლევს ერთგვარ ალტერნატიულ სავაჭრო გზას, რომელსაც რუსეთი უკვე დიდი ხანია იყენებს და ამ გზას ქვია ჩრდილოეთ საზღვაო გზა და რას ნიშნავს ახლა ეს გზა? სად გადის ეს გზა? მოდით რუკაზე გაჩვენებთ. აი ამ ტერიტორიაზე, ანუ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში გადის ეს გზა და ეს აძლევს რუსეთს პირველ რიგში საშუალებას, რომ ნატოს მიერ კონტროლირებადი სრუტეების და წყლების გარეშე დაუბრკოლებლად ივაჭროს მაგალითად ჩინეთთან. აი უყურეთ, ეს ლურჯად არის მონიშნული ეს ჩრდილოეთ საზღვაო გზის არტერია. აი მაგალითად სამხრეთ კორეიდან იმისთვის რომ ჩვენ წავიღოთ რაღაცა პროდუქტი, აი მაგალითად როტერდამში ან ინგლისის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ყინულოვანი გზით ჩვენ ამას გავაკეთებთ დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად და უპრობლემოდ. მათ შორის არ მოგვიწევს, აი აქაც ხედავთ ხო, აი ეს ლურჯი გზა ბევრად უფრო მოკლეა ვიდრე წითელი. აი იგივე მაგალითად ახლა არხანგელსკის პორტიდან ან სანქტ-პეტერბურგის პორტიდან რუსეთმა რომ მოინდომოს ვლადივოსტოკის პორტში რაღაცის წაღება, აი პეტერბურგის შემთხვევაში მას მოუწევს ბალტიის ზღვის გადალახვა, ანუ ნატოს ტერიტორიის და სრუტეების გადალახვა, მოუწევს ლა-მანშის გადალახვა, მოუწევს გიბრალტარის, სუეცის, მოუწევს ადენის, სინგაპურის, ანუ მთელი ეს ტერიტორიები ან რუსეთის მიმართ მტრული სახელმწიფოების მიერ არის კონტროლირებადი, ან სუეცის შემთხვევაში გარკვეულ თანხასთან და დროსთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ჩრდილოეთ საგზაო გზა არის ალტერნატივა, მათ შორის ჩინეთისთვის არის ერთგვარი ალტერნატივა. ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლობენ აქტიურად ამ საკითხით და ეს არის ამერიკისთვის ერთგვარი გამოწვევა, იმიტომ რომ თქვენ იცით, ამერიკა არის საზღვაო ცივილიზაცია, ამერიკის ფლოტი აკონტროლებს დიდწილად აი ამ საზღვაო ნაოსნობას, ანუ ყველა საკვანძო ტერიტორიაზე ან ამერიკული ბაზა დგას, ან ამერიკის მიმართ ლოიალური სახელმწიფო აკონტროლებს, ან მისი მოკავშირე, შესაბამისად, აი ეს ჩინური ვაჭრობა, ამერიკელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიღმა, ეს არის სერიოზული პრობლემა. აი
მათ შორის რატო გვერდჩიან ამერიკელები, რატო ვერ გპატიობენ ამ ანაკლიის სპორტის მშენებლობას არა მათი ხელით, ანუ რატო არის მათთვის პრობლემა, რომ ჩინელებმა გააკონტროლონ ჩინურმა კომპანიამ გააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. იმიტომ რომ ისინი ვერ გააკონტროლებენ ამ ტრაფიკს. და ამერიკელების დომინაციისთვის, მით უმეტეს საზღვაო დომინაციისთვის აუცილებელია ეს. კიდევ ერთი ფაქტორი, აი ჩვენ რო არა გაშლილ რუკას რო დავხედოთ, არამედ აი გლობუსს რო დავხედოთ, თქვენ ხედავთ რომ სინამდვილეში რუსეთი და ჩრდილოეთ ამერიკა არის ძალიან ახლოს. აი არქტიკის მეშვეობით, ну პრაქტიკულად პირდაპირი ძალიან მოკლე გზა არსებობს და არა მარტო სავაჭრო თვალსაზრისით და არქტიკის ათვისების თვალსაზრისით, არამედ სამხედრო დანიშნულებისთვისაც, ანუ მაგალითად ბალისტიკური რაკეტებისთვის, ბირთვული რაკეტებისთვის, წყალქვეშა ფლოტისთვის და მათგან წამოსული შესაძლო პოტენციური საფრთხის გასანეიტრალებლად მართლაც ობიექტურად ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება გრენლანდია, ის იქნება ერთგვარი ბუფერი და გრენლანდიაზე დღესაც არის ამერიკის ბაზა, სინამდვილეში გრენლანდიის უსაფრთხოებას დე-ფაქტო ამერიკა ახორციელებს და ამერიკელებს რაც დე-ფაქტოდ ისედაც ხდება, მაგის დე-იურეთ გაფორმება უნდათ იმისთვის, რომ მათ უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ.